გამოსახურების ახალ ნამუშევარს, ასე რომ შემოგვიერთდით. მაშინ ასე დაელოდეთ პროფილს რუსთავიორზე. ასობით სურათი თანამედროვე ფოტოგრაფიის საუკეთესო ავტორებისგან და ექსპოზიციებთან გასატარებელი მხოლოდ ერთი ღამე. ყველაზე მასშტაბური თბილისის ფოტოფესტივალი 29 მაისიდან ერთი კვირის განმავლობაში დამთვალიერებელს განსხვავებულ საგამოფენო სივრცეებში ელოდება. განსხვავებული სანაპიროდან დანახული ერთი ზღვა თანამედროვე ფოტოგრაფებმა საკუთარ ფირზე სხვადასხვა დროს აღბეჭდეს. შავი ზღვის აუზის თემაზე მომუშავე 10 ფოტოხელოვანის ნამუშევარს ერთ ექსპოზიციად პირველად ქართველი დამთვალიერებელი შეაფასებს. შავი ზღვის ფერების სანახავად თბილისის ფოტოფესტივალი გიწევთ. იდეა იყო ესეთი, რომ შეგვიკრიფა ის სერიები, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ ფოტოგრაფებმა განაიღეს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში. რაღაცა იდეა გვქონდა, რომ ვენახა რას იძლევა ეს ფოტოგრაფიის აღმოჩნდა, რომ სულ ბრწყინვალე სერიები არის. შავი ზღვის ფერების გარდა ფესტივალი საზოგადოებას არაერთი უცნობი და უნიკალური ფოტოარქივის ნახვის საშუალებას აძლევს. ორგანიზატორების და კურატორების ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ათასობით ავტორსა და ნამუშევარს შორის საუკეთესოების შერჩევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა შერჩევის მთავარი პრინციპი არც ამჯერად დარღვეულა. ხარისხის ნიშანი წლევანდელ ფესტივალზე სათანადო სიმაღლეზე დგას. მე ვფიქრობ, რომ ეს რთული არ არის, მაგრამ მოითხოვს გარკვეულ ცოდნას, გარკვეულ გემოვნებას, შეიძლება ასე ითქვას და მე უნდა მოხდეს სწორედ ექსპოზიციის სწორედ გაკეთება, უნდა მოხდეს სწორედ არჩევა, იმიტომ რომ რაოდენობა როგორც წესი დიდია ხოლმე. ცნობილი ფოტოგრაფები არ ნიშნავს ხშირად ძალიან კარგ ნამუშევრებს, ხო? ჩვენ ვცდილობთ რომ ვაჩვენოთ ძალიან კარგი ნამუშევრები, მარტო იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა ახალგაზრდა ფოტოგრაფებმა ძალიან ბევრი ისწავლონ. ჩეჩნეთის თემა სტენლი გრინის შემოქმედებიდან, ირანელი ქალი ფოტოგრაფების შემოქმედება და ჩვენი დროის ავტორები, რომლებიც მსოფლიომ ჩვენ საუკუნეშივე უკვე აღიარა. თვალსაწიერის გასაფართოებლად და ფოტოხელოვნების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად ფესტივალი საზოგადოებას ერთ კვირას აძლევს. გვინდა პირველ რიგში იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ ფოტოგრაფია არის ძალიან დიდი ძალა, იარაღი იმისთვის, რომ ბევრი რამე ითქვას, ბევრი რამე იყოს ნაჩვენები, დიდი ინფორმაცია ძალიან მივიდეს მაყურებლამდე, ამ ინფორმაციამ დააფიქროს მაყურებელი, იმიტომ რომ ვთვლით, რომ დასაფიქრებელი დღევანდელ ჩვენ სამყაროში არის ძალიან ბევრი. ქალაქის რამდენიმე საგამოფენო სივრცეს ერთი ღამით 10 განსხვავებული ლოკაციად შეემატება. ფესტივალის ტრადიციული ნაწილი ფოტოგრაფიის ღამე თბილისის ძველუბნებში ეკრანებს 2 ივნისისთვის მოამზადებს, იმისთვის რომ თანამედროვე ფოტონამუშევრების შეფასებაში დაგათენდეთ. 10 ეკრანი იქნება ძველ თბილისში, აბანოთუბანში, მეიდანზე, შარდონზე, ბამბის რიგში, ლესელიძეზე, გიაბესაძის ქუჩა და რა თქმა უნდა აქ გუდიაშვილის ბაღში, სადაც ერთ-ერთი ცენტრალური ეკრანი არის, რომელიც ტრადიციულად აი სწორედ აი ამ კუთხეში დადგება. ამ ქალაქში ძალიან დიდი ენერგია ტრიალებს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიმეღო. ვფიქრობ, არაჩვეულებრივი შედეგი გვექნება. ამ ფესტივალს ნამდვილად აქვს პოტენციალი დადგეს საუკეთესო ფოტოფესტივალების რიგში. ეს კვირა თქვენთვის აღმოჩენების კვირა იქნება. ფოტოკამერით დანახულ სამყაროს თბილისის ფოტოფესტივალი 29 მაისიდან წარმოადგენს, ზუსტად ერთი კვირით და ყველასთვის.